ნოტარების ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. Ამ გადაწყვეტილებას დაკავებულთა ოჯახის წევრები აპროტესტებენ. რა ხდებოდა პროცესზე? ბექა მჭედლიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ბექა, რა მოტივით დატოვა? ეს ნასამართლობა დადასტურებულია, დადგენილია, რასაც ბრალდება რაზეც დაიყო ნასამართლობის ცნობით, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა რაც შეეხება თვითონ განაჩენს, ვინაიდან უცხო ქვეყნიდან არის მოპოვებული, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები სჭირდება, რაც კანონით არის გათვალისწინებული და თუ ნამდვილად არის ნასამართლები, აუცილებლად მოიპოვებს ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს. 94 მუხლია გერმანიის სახელმწიფოს კოდექსით, ვინაიდან განაჩენი არ გვაქვს ამ ეტაპისთვის მოპოვებული, შესაბამისად უცნობი არის კონკრეტულად რა დანიშნულება. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა განაცხადა, არის სრულიად გაუგებარი. ჩვენ უახლოეს დღეებში წავარდგენთ პასპორტს და ამ მონაწილეს საზღვრის კედელზე და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პროკურატურა და ბრალდების მხარე ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და სასამართლოც სიამოვნებით შევიდა ამ შეცდომაში მინდა მოგახსენო. უკაბარში ვიჯექით და ჩემთანაც იყო და რა დუსელდორფი ან წინა დაჭერაზე რომ გაამართლეს, მაშინ პროკურორმა რატო არ მოიყვანა ეს ყველაფერი? თუ ან 2014 წელს გადაახტა, შარშან დაიჭირეს, ხო? ეს არის სრულიად რაღაცა მათი შეცდომა და ვერ მოიგონა ეხა უსმა და მოვიძიებ და ეხა მართლა როდემდე უნდა ვხეჭოთ ეს რაღაც ტყუილები რა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც მოსამართლემ განმარტა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფეიქრიშვილი დღეს რჩება წინასწარ პატიმრობაში არის ეს, რომ როდესაც სპეცრაზმი შევიდა მათ სახლში, ის კარადის თავზე დაიმალა. ეს არის აბსურდი სპექტაკლი, ჩვეულებრივი სპექტაკლია ხალხო, ნუ არ ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა მე, არ ვიცი. იცით რა, მე მაინც მეგონა რომ გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ ნამდვილად ამდენი მოწმეები ვართ აქ, რომ ჩვენი თვალით გვაქვს დანახული ეს ყველაფერი და არავინ არაფერი არ გკითხა საერთოდ. რა მოლოდინიც იყო ის არის რა. კარგით ათბირი შედგა დიდხანს ფიქრობდა, დიდხანს. სასამართლოს კოდექსის ფასები იმგარებობას, რომ მას ბრალდიელა ისეთი ფედერალური ჩადენასა მხოლოდ თავისუფლების საფუძველზე და განკუთვნილად რატომღაც არ ვიცი ეს ალბათ შემდგომში გაიკრება კიდევ გიორგის შეეცა და მიმავალს ახლა პოლიციას ულოდებოდა მე შემინია არ მომკლას ამას სასამართლო ვერ გაიზიარებს. აქედან გამომდინარე სასამართლო მიაჩნია რომ ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების მიზნებს მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს და ამ მოტივით გიორგის დღეს შეეფარდა პატიმრობა. უცხოდ რომელ ტახტზეც მე ჩემ ცოლთან და ჩემ ბავშვებთან ერთად ვიდეო ვწერ იმ ტახტის ქვეშ თითქოს იარაღს ყოლობენ. იქ უკავენ ამ იარაღს თითქოს გადავყავა და სამინისტროში გახსნილ მასზევენ და ხენი მოკიდეო და ზეწოლა მიდის და ესეთი ამბები. არ ვიცი ბატონო მოსამართლე როგორ უყურებენ. აი მე რაში უნდა ვცნობდეთ თავით დამნაშავით. მოვიდნენ ესენი მუშაობენ თუ ხუნდებენ მე ვერ მივხვდი რა საკეთებენ. ვიღაცას რომ რაღაცას უნაშვებიან, მაგრამ უნდათ რომ დააზარებენ და არ ვიცი, აი ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს. აი თქვენს ნახავთ ამ ვიდეოს ყველაფერს, რომ წინასწარ ვამბობ ამ ყველაფერს. და სანამ შემოვნე კიდე ვიდეოს ვწერო, აი ხა შემოდიან და არ ვიცი მაშინ არადეკვატური უნდა ვიყო, დიდი უნდა ვიყო, რომ წესასწორი იარაღი ტახტის ქვეშ მედოს და ვიდეოს ვიღებდე, რომ ეხა კარებთან არიან და იარაღის შადებას აპირებენ მეთქი. მიყვანის სამართლოში 5-6 საათის განმავლობაში ვითხოვდი, რომ ადვოკატი ნახეთ თქვა, მეუბნებოდნენ, რომ ის დნმ-ის ნიმუშები მოგცევა შენო რა. მითხრა მე დნმ-ის ნიმუშს ვერ მოგცემ თქვენ. არა, ჩვენ იძულების წესით ამიღებთ შენ დნმ-ის ნიმუშს მაინცო რა. სხვა გზა არ გაქვს რა. მაგრამ შენ მე დაგიწერეო რომ ანუ ძალით ან ვიჩინო რა. და მაშინ ძალით ამიღებთ თქო რა და რა აზრია ხო ხა ჭიდაებასა და იმასო რა. ეუნით რომ უნდა მოგცეო რა და ანუ კარგი თქო მე თქო სამართლებრივად უნდა ვიდეო თქო რა რაცა არ მოხდება თქო რა მე იმას თქვენზე ვერ მეთქვი თქო რა და მაშინ ვიჭიდაო თქო და როგორც იყო მე იმას დავწერ მეთქი რა ეხლა არ ვიჭიდაო და ძალით მან მოგცეთ შეგნებულად და მე დაგიწეროთ რომ ამუნიცია შეგნებულად და ის თქო ირე არ გამოვა თქო რა აი მიდიოდა ევროპარაკი 4 საათის განმავლობაში ანუ მე რომ მიხდნენ რომ ანუ არ ვაძლევდი ესე არ ვიყავი თანახმა გადამიყვანეს ნარკოლოგიაში და მე დილის 7-ის ნახევარზე შემასახლეს და იგი იყო და მე მაგრამ ჩემი ვერ დაურეკავდი ადვოკატს იმიტომ არამის ადვოკატის ნომერი არ ქონდა ესენი არც ვიცი რომელ საათზე გავიდნენ სადმე მე რომ გამიყვანეს ეგენი კიდე დარჩნენ სახში